აფხაზი ბლოგერი, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა 26 წლის დაურ ბუავამ საოკუპაციო საზღვარი ქართველი მეგობრების დახმარებით გადმოლახა. სწორედ მეგობრებთან ერთად გაჩნდა იდეა, რომ შეექმნა TikTok პლატფორმა, რომლითაც აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს საქართველოზე მოუყვებიან. Я хочу, чтобы возобновились дружеские. მინდა რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, დასრულდეს ეს ნეგატიური კონფლიქტი, რომელიც ჩვენ შორის არსებობს. ფიქრობს, რომ ათეულობით წლის წინ დაწყებული კონფლიქტი მეგობრობამ უნდა შეცვალოს. 26 წლის აფხაზმა რთული გზა იმისთვის გამოიარა, რომ ცხოვრება ქართველებთან ერთად გააგრძელოს. უკვე 2 თვეა თბილისში ცხოვრობს. დაურ ბუავა მიიჩნევს, რომ საქართველოს სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც მას პერსპექტიულ მომავალს შეუქმნის. მან აფხაზი ახალგაზრდებისთვის საქართველოს გასაცნობად TikTok პლატფორმად შექმნა. Честно скажу, вот находясь ულახდილად გეტყვით, აფხაზეთში ყოფნისას მხოლოდ ერთი აზრი მესმოდა, რომ ჩვენ შორის მეგობრობა შეუძლებელი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი და მივხვდი, რომ ეს შესაძლებელია, კონფლიქტი უნდა დასრულდეს. არავის სურს ომი, ვიცოდი, რომ ქართველები და აფხაზები ოდესღაც ერთად და ერთიანები ვიყავით. თუმცა არაფერი ვიცოდი ქართულ კულტურაზე. აქ ყოფნისას მივხვდი, რამდენი საერთო გვაქვს, კერძები, სუფრა, სადღეგრძელოებიც კი. დაურ ბუავა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართველი მეგობრების დახმარებით მოხვდა. სწორედ ასე გაჩნდა იდეა შექმნილიყო ინტერნეტ სივრცე ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის. იმის გამო, რომ TikTok-ი აფხაზეთში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, მათ გვერდს უამრავი გამომწერი ჰყავს. შმაგი სამხარაძე გვიყვება, რომ საუბრობენ ყველაფერზე, მათ შორის იმაზე, როგორ შეიძლება აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, მაშინ როცა ერთმანეთს მავთულ ხლართები აშორებს. ჩემი აზრით, ასეთი რამ, ასეთ შესაძლებლობა აქამდე არ არსებობდა პირდაპირ უშუალო დიალოგის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ ერთმანეთს ვეცნობით, გვიყალიბდება მეგობრული ურთიერთობა, ერთმანეთს უზიარებთ სხვადასხვა დამოკიდებულება ჩვენს აზრებს და აქედან გამომდინარე, აი სტერეოტიპები რაც არსებობს, რაც გვხობს, ნელ-ნელა იმსხვრევა. დაურ ბუავას მოყოლილმა ამბავმა საქართველოზე როგორც ჩანს გავლენა სხვა აფხაზებზეც მოახდინა. დავით ჰაჯიმბა კიდევ ერთი ახალგაზრდაა, რომელიც თბილისში საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. მასაც დაურის მსგავსად ქართველმა ბლოგერებმა უმასპინძლეს. ყველა ვნახა, რომ აი პერსპექტივები არის საქართველოში, აი თქვათ ვინმე თუ გადმოვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თბილისში მას შეუძლია მუშაობის დაწყება, სწავლა, განვითარება და წინსვლა და ამის შემდეგ ბევრი ადამიანი გვიკავშირდება. ჩამოვიდა დავით ხაჯიმბა თავის მეუღლესთან ერთად, რომელსაც ჩამოვიდა და შევხვდა ჩვენ ღიად. გაგვიცხადა, რომ მე მინდა ჩემი ოჯახი ცხოვრობდეს ნათელ ქვეყანაში. ომი თავად არ ახსოვთ, თუმცა იციან, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგია ის მძიმე კვალი,